მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება ერთ-ერთმა გამომწერმა ესე დაწერა კომენტარებში, რომ გაგუშალაო, როგორ გრძნობს თავს უჩემოდ და რატომ მალავს თავის გრძნობებს. და მოდი გავშალოთ. იქნება ბევრს გაქვთ ასეთი სიტუაცია. მეგობრებო, კიდევ რაღაც მინდა გითხრათ ურთიერთობებთან დაკავშირებით, პარტნიორთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, როდესაც იწყებთ ურთიერთობას და გაქვთ რაღაცა პერიოდი უკვე გავლილი ერთი თვე დაუშვათ, ხო? და გრძნობთ, რომ დაუკვირდით საკუთარ შეგრძნებებს პირველ რიგში, როგორ მიდის თქვენი მასთან ურთიერთობა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გიწევთ ძალიან ბევრი თამაში, რაღაცეების შესვანაირება, ასე ვთქვათ, რაღაც სიტუაციების საკუთარი თავის, საკუთარი ხასიათის, გარეგნობის და თუნდაც სტილის შეცვლაც, ან ლაპარაკის მანერის შეცვლაც კი ამ ადამიანთან ურთიერთობაში იცოდეთ, რომ ეს არის პირველი ნიშანი იმის, რომ ეს ურთიერთობა ნაკლებად იქნება ჯანსაღი, რადგან ამას ჩვენ საკუთარი ნებით არ ვაკეთებთ. ყოველთვის მომდინარეობს პარტნიორის მხრიდან, ის შეიძლება ესე პირდაპირ არ გეუბნებათ, მაგრამ ისე იქცევა ქვეცნობიერად, ისე მოქმედებს თქვენზე, რომ თქვენ ცდილობთ, რომ მე ახლა საკუთარი თავი რო გამოვამჟღავნო, ამ ადამიანს არ მოვეწონები. და ცდილობთ, რომ შეცვალოთ ეს ყველაფერი საკუთარ თავში, დამალოთ რაღაცები, მინუსი, რასაც ფიქრობთ, რომ მინუსი გაქვთ და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ამ ერთი ნიუანსით შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ეს ურთიერთობა მთლად ჯანსაღად არ მიმდინარეობს და ეს თქვენი დანაშაული არ არის. ერთადერთი თქვენი ბრალი რაც იქნება ამ სიტუაციაში, კიდევ იგივეს გაგრძელება დაუშვათ, კიდევ თამაში ამ ურთიერთობაში და რაც პირიქით სწორედ უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი, რეალურად როგორებიც ხართ და მერე დაინახავთ ამ ადამიანს, ნამდვილად თქვენ მოსწონთ ხართ თუ ის, რასაც და ვისაც თამაშობთ ხოლმე. კარგი, მოდი დავიწყოთ ჩვენი გაშლა. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, იფიქრეთ მასზე, იმეორეთ მისი სახელი და გვარი გულში და გავიგოთ. პირველ რიგში, როგორ არის უთქვენოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. თავს როგორ გრძნობს უთქვენოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თავს როგორ გრძნობს უთქვენოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. აქ ფონი ამ ადამიანს ძირითადად აქვს, როგორ ვიცით, აი რეალურად არაფერს არ ცვლის, არ მოქმედებს და ფონი აქვს საკმაოდ რთული, დეპრესიული, აი ხუთიანის თასები ამოვიდა და ეს არკანი საკმაოდ ესეთი ძლიერია იმ მხრივ, რომ ძალიან ნეგატიური ემოციებით არის სავსე ეს ადამიანი, ძალიან რთულად გრძნობს თავს, მონატრების შეგრძნება აქვს, ემოციური ფონი აქვს ძალიან მომატებული ამ ადამიანს, მაგრამ რეალური ქმედებები აქ არ არის. ამ ადამიანს არ ვიცი რასთან დაკავშირებით, ვისთან როგორ რეზონირდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ არჩევანი აქვს ნამდვილად გასაკეთებელი. თუ ეს მესამე პირს შეეხება, იცოდეთ მეგობრებო, რომ შეიძლება ის არის მის გვერდით ის ადამიანი, მაგრამ ეს პიროვნება მაინც თქვენსკენ იყურება, მაინც თქვენი მონატრება აქვს, აი არ ვიცი, მაგრამ ვიღაცებთან შეიძლება მესამე პირი არ არის და საერთოდ სხვა არჩევანია გასაკეთებელი ამ პიროვნებას თქვენთან იყოს თუ არ იყოს, უბრალოდ ეგეც.
თუმცა ამ ურთიერთობაში სიყვარული, ემოცია ნამდვილად არის. სხვა შემთხვევაში ეს პიროვნება ასეთ ცუდად არ იგრძნობდა თავს ამ ყველაფრის გამო უთქვენოდ. ქმედებებს რაც შეეხება, ეს ადამიანი საკმაოდ ნელია ურთიერთობებში, ჯერ რაღაც დაკვირვების პროცესშია და ოდესღაც შეიძლება გადმოდგას ნაბიჯი. ოღონდ არ ვიცი იმ დროისთვის უკვე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს თქვენთან მოსვლა. კიდევ თავს როგორ გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. კი აი აქაც ნამდვილად ხო, კიდევ როგორი ვარიანტი შეიძლება იყოს, იცით, ვიღაცასთან ესეც რეზონირდება, მეგობრებო, რომ აქაც ანუ არჩევანი, რა თქმა უნდა, არის კიდევ აი მოლოდინი თითქოს, რომ აი როგორი სიტუაცია, იცით, რომ აი დავაკვირდები რა მოხდება. თუმცა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს ამ ურთიერთობაში, ბევრი რაღაცა იცვლება და ეს ადამიანი, იცით როგორი მომენტი აქ, აი როგორ ვთქვა, ძალიან ცეცხლი უკიდია, ასე ვთქვათ რა, ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება მასში ამ ურთიერთობის გამო, ამიტომაც არის მოლოდინში, ამიტომაც ანუ არ იცის რა გააკეთოს ჯერჯერობით და საკმაოდ იზრდება შინაგანად და კიდევ მინდა ვთქვა ის, რომ ამ ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ ასწავლა ზოგადად ამ ადამიანს, ძალიან როგორ გითხრათ, ეხლა ზუსტად არის იმ პროცესში, რომ გაკვეთილი გამოაქვს ამ ურთიერთობიდან. აი ეს მინდა ვთქვა. ხო. ეს იყო თავს როგორ გრძნობს თუ თქვენოთ და ახლა გავიგოთ. რატომ არ გეუბნებათ და არ გესაუბრებათ, რატომ არ გინიხავთ თავის გრძნობებს, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რატომ არ გინიხავთ თავის გრძნობებს. იცით რას ვიტყვი, რომ საკმაოდ ისეთი პიროვნება შეიძლება არ ვიცი გარედან ლაითი ჩანს, მაგრამ შინაგანად საკმაოდ რთული ადამიანია. აი როგორ გითხრათ, აი ამ ადამიანის მოდრეკა ძალიან რთულია. არც არავინ არ თხოვს ამას, მაგრამ აი რაღაცნაირი ჯიუტი საშინლად, იცით როგორი თვითკმარი ადამიანია. შეიძლება მთლად ცუდიც არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორია, იცი, აი როცა თვითონ უნდა, როგორც თვითონ უნდა, ყველაფერი ისე, აი ცოტა манипуляტორული ხასიათი, მაგია, აი რაღაც თვითონ მართავს საკუთარ თავს ძალიან კარგად, საკუთარ ემოციებს, უნდა გამოავლენს, უნდა არ გამოავლენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გრძნობს. ეს ადამიანი საკმაოდ ღრმა პიროვნებაა შინაგანად, გარედან საკმაოდ ისეთი შეიძლება ნარცისულიც ჩანდეს მომენტებში და ქარიზმატული და ისეთი ენერგიული, ძალიან მომხიბლელი პიროვნება, მაგრამ შინაგანად ძალიან მარტოსული. და აი ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის იმას, რომ საკმაოდ რთულია მასთან ურთიერთობა. რატომ არ გიმხელთ გრძნობებს და ამ ადამიანს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობები აქვს, არ ვიცი, ტვირთია. ან უყურეთ ორი ვარიანტია, ან უბრალოდ პასუხისმგებლობები აქვს საკმაოდ ბევრი და არ თვლის, რომ ეს გრძნობები უნდა გამოავლინოს, ან უბრალოდ მისთვის აი ეს ამ გრძნობების გამომჟღავნება საკმაოდ რთულია და ტვირთია მისთვის. ეს ყველაფერი რეალურად უნდა ქმედება, შეიძლება ქმედებებში გამოხატავს, მაგრამ როგორც ასეთი ან თუ ახლა არ გამოხატავს, მომავალში გამოხატოს თავისი გრძნობები ქმედებებით.
მაგრამ როგორც ასეთი რომ აი ამ გრძნობებზე ისაუბროს, ემოცია გამოხატოს და ასე შემდეგ, ამასთან ძალიან არ ელოდოთ ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ საკმაოდ უჭირს ემოციების გამოხატვა ამ პიროვნებას. თუმცა თუ გადაწყვიტა რომ უნდა თქვენთან გააგრძელოს კიდევ ან დაიწყოს რაღაცა თავიდან, არ ვიცი ვისთან რა სიტუაცია გაქვთ, ეს ადამიანი გამოხატავს ქმედებებით და არა ემოციებით და სიტყვებით. მე ვფიქრობ ეს უკეთესია. თუმცა ქალებს ზოგჯერ კი არ და ხშირად გვჭირდება ხოლმე ემოციური შევსებაც. მხოლოდ ქმედება ძალიან კარგია, მაგრამ ემოციები თავის ასაკეთებს ჩვენთან ურთიერთობაში და ზუსტად ამიტომაც არის ასეთ ადამიანთან რთული ურთიერთობა, რომ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს ქმედებით, მაგრამ ემოციებისგან ძალიან შორს არის. სხვათა შორის იმას ვიტყვი, რომ შეიძლება საკმაოდ ისეთი ცეცხლოვანი და ენერგიული ვნებიანი ადამიანია, მაგრამ ამის მიუხედავად ემოციები ნაკლებია. ანუ ეს ყველაფერი შეიძლება ვნებებში გამოხატოს და არა აი ემოციურად თავისი ემოციების გამოხატვაში. კიდევ რატომ არ გიმხელს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? რატომ არ გესაუბრებთ და გემხელთ თავის გრძნობებს? აქ როგორი მომენტია, იცით, მეგობრებო, აი ეს ადამიანი შინაგანად ძალიან ბევრს განიცდის, აი ბევრს გრძნობს, ძალიან სუფთა გრძნობები აქვს და ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ცოტა მისაკუთრე ტიპაჟია. შინაგანად თუ არ გეუბნებათ ამ ყველაფერს, ეს ადამიანი ნამდვილად ემოციებშია, ნამდვილად წრფელი გრძნობები და სერიოზული შეხედულობა და სერიოზული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ და რატომ არ გეუბნებათ ამ ყველაფერს? იძლება ამ წუთას თქვენი ურთიერთობა თქვენს ურთიერთობაში რაღაც ეტაპი არის დასრულებული, ან ფიქრობთ რომ დასრულებული ეს ურთიერთობა და რაღაც გაგიმხელთ ამ გრძნობებს, ხო? თუმცა ვისაც აი ესეთი დასრულებული ურთიერთობა გაქვთ, იცოდეთ რომ აი ეს ადამიანი ჯერ კიდევ განცდის თქვენს მიმართ აი ამ გრძნობებს, ემოციებს და კიდევ თავის საკუთრებად მიაჩნიხართ. რატომ არ გეუბნებათ ამ ყველაფერს და ვერ გეუბნებათ საკუთარ თავს? ზანაც უნდა შეიძლება თქმა, მაგრამ რადგან არ გაქვთ ახლა კონტაქტი ერთმანეთთან, საკუთარ თავთან აქვს ძალიან დიდი ბრძოლები, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაივიწყოს, გადალახოს და ფიქრობს, რომ აზრი აღარ აქვს ამ ყველაფერს ახლა. აი რა აზრი აქვს ახლა რო უთხრა უკვე, ანუ ესე ფიქრობს ეს პიროვნება. ხო, და თან შეიძლება ესეთი მომენტი აქვს, რომ აი თლად ესე გადაჭრითა არ ფიქრობდეს რა აზრი აქვს ახლა თქმას, მაგრამ აი რომელი უფრო სამართლიანი იქნება, აი ესე ფიქრობს ეს პიროვნება, ანუ ვუთხრა, არ ვუთხრა, აი ფიქრობს ნამდვილად ამ ყველაფერზე, მაგრამ უფრო ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან, რომ არ ვიცი რო უთხრა აზრი, ესე ფიქრობს. კიდევ ერთხელ ვკითხავ ტაროს, რატომ არ გიმხელთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თავის გრძნობებს? აქ არის სიტუაცია როგორი, იცით, ანუ შეიძლება რაღაც სიშორია თქვენ შორის, ან მანძილი, ან ხო, რაღაც ესეთი შორი ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებში ხართ და ესე მესიჯებით უჭირს გამოხატვა ამ ყველაფრის, არ იცის როგორ გამოხატოს, თქვენ მისთვის საკმაოდ ისეთი
ქალი ხართ იცი, აი რომ გაფასებთ ძალიან ძვირფასი, ძალიან თავდაჯერებული საკუთარი თავის მოყვარული და ისეთი შემდგარი ქალი ხართ მის თვალში და ფიქრობს რომ აი რაღაც იცით თითქოს ისე მიაჩნი ხართ ოჯახის წევრად, რაღაც უყურეთ 10-ის პენტაკლები ამოვიდა და შეიძლება ფიქრობს რომ აი რაღაც ძალიან ახლობლად მიგიღოთ ამ პიროვნებამ. თუ ესე შორ მანძილზე ხართ, მაინც ესეთი ფიქრები აქვს თქვენს მიმართ და ფიქრობს სულ რომ აი უჭირს ჯერ ვერ დაალაგდა, გაურებულია საკმაოდ ეს პიროვნება, გული და გონება ვერ დააკავშირა ერთმანეთს და თითქოს არ იცის როგორ გამოხატოს ეს ყველაფერი დაუშვათ ასეთ შორ მანძილზე. ეს ერთი ვარიანტი არის კიდევ ის მომენტი, რომ შეიძლება უბრალოდ დაშორებულები ხართ ერთმანეთს აქაც და თქვენ მისთვის ისევ ძვირფასი და ისევ ახლობელი ადამიანი ხართ და საკუთარ თავთან ძალიან დიდი რაღაც ეს ამ მეორე ვარიანტს გავს ძალიან. საკუთარ თავთან აქვს ძალიან დიდი კამათი, რომ აი ახლა რა აზრი აქვს ამ ყველაფრის გამოხატვას, ერთად მაინც არ ვართ და ეს მისთვის აი რაღაცა ოცნებად გადაიქცა. თითქოს ოცნებობს თქვენზე. თქვენ მის თვალში საკმაოდ შემდგარი, ჩამოყალიბებული, სტაბილური ადამიანი ხართ და მისი ეს ქმედება ფიქრობს, რომ არ ჩაითვალოს რაღაცა ძალიან პაჟურად, ძალიან ბავშვურად და უაზროდ. და ამიტომაც და ემოციურად სხვათა შორის, ხო? აი არ უნდა რომ გაფიქრებინოთ, რომ აი ის თქვენზე სუსტია. სუსტი აღმოჩნდა. ხო, აი ეს მომენტი აქვს ძალიან. თუმცა ამ ადამიანისთვის დღემდე თუ დაშორებულები ხართ, დღემდე ძალიან ძვირფასი და რაღაცა ახლობელი ადამიანი ხართ. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ახლა წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას და შეგახსენებთ ჩემს ფასდაკლებას, კოუჩინგის და ტაროს სესია ერთად 80 ლარად 591-16-33-35 WhatsApp-ზე, Viber-ზე დამიკავშირდით. დროებით.